რატომ მოვხდი ამ 64-დან ჩემი ნებით ამ ჯოჯოხეთში? დილა შვიდობის, რადგან ყარკვებაზე გადავედით, ქეთათოს უნდა ვუყიდო საკვების კამბაკი და რადგან ყველაფერს სვლის. გუშინ მაღაზიებში ვეძებდი და როგორც მომეწონა ღირდა 699 მაგარი იცით ხოლმე და წერეთ პირდაპირ 700. მოკლედ 500 ლარზე ქვემოთ არ იყო ისეთი კამბაკი, რომელიც მე მომეწონა. არ ვიცი, მე მაქვს ესეთი გემოვნება თუ კატასტროფული ფასები აქვთ მაღაზიებს. გადავწყვეტე, რომ წავიდე ლილოში, დარწმუნა ბულვარი ბევრად უფრო იაფად ვიყიდი. ზოგადად დავაკვირდი, რომ ერთი და იგივე პროდუქცია მოაქვთ ლილოდან თუ არ ვიცი, ერთი სივრციდან ჩამოაქვთ და შემდეგ სამმაგი ფასატვიდიან. მაგალითად, სახლს რო აშენებდით, გაზქურა, რა ქვია, იმას დამავიწყდა ტიტიკო, ღუმელი და გამწოვი, გვინდოდა ყვითელი ფერის, სადღაც ოქროს ფერი რო უტყავს ისეთი და მაღაზიებში 3000, 4000 ესე გვიჯდებოდა სამივე. ზუსტად ანალოგიური, უბრალოდ რაღაცა ცოცხლზე და რაღაცებზე ვიყავით წასული. ვნახეთ ლილოში 390 ლარად. ხო, მაგრამ ხალხოსად 400 ლარი. 300 რაღაცა ზუსტად აღარ მახსოვს და სად 3000 ლარი. მეც რო გავხსნა მაღაზია კიდევ ჩემთან დამფასებად წამოვიღებ დელიფს. მადლობა ყველას, ვინც გამომიწერეთ, ძალიან გამიხარდა, ვინც მიყურეთ და ვინც დრო დამითმით. რადგან ქეთათომ უკვე ჭამა, გუშინდელი ხინკალი გავაფიცხე. მე ჩემი ძლია უკვე მივირთვა და მე ერთად დავლიოთ ცხელი ყავა ბაღში, ბოლო სიმწვანით დავტკბეთ. არ მინდა ზამთარი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ძალიან მიყვარს. იზარება სიცივეები. ხინკალი ძალიან მიყვარდა, მაგრამ ზღვაზე მომწავლა ერთხელ ძალიან კატასტროფულად და იმის მერე ისე შემზესყდა, რომ 8 წელი აღარ მიჭამია. დიეტაზე რო ვიყავი, მარტო ხინკალი მინატრებოდა ხოლმე. მე ძალიან მიდრეკილება მაქვს ტონისკენ, აი ძალიან ერთ უკმაშიც კი ვსუქთები, მეტაბოლიზმი მაქვს ძალიან ნელი. და შესაბამისად ვერ ახერხებს ჩემი ორგანიზმი კალორიების წვას. ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ ხოლმე ჩვენ ჭამს და ეს უხდებაო, იმიტომ რომ სულ დიეტაზე ვიყავი. ხო და რაც გიორგი კავიცანი ჩემ ხარ ძალიან უყვარს ხინკალი და ამაბრუნა ძველ ყაიდაზე. ეხლა წავიდეთ. ყავა მოვიმზადოთ. და ერთად დავტკბეთ ამ სილამაზით. ჩამედინა ხალხო, ესე პირდაპირ ჩავწექი, შემცივდა, გათბობა ჩაურთია დედა ჩემს და თამაშებს თავის შვილიშვილს. ჩემი ქმარი საქმეზე გავიდა და მოდის უკვე. ხათა ეხა ჩავით, მეოთა წავიდეთ. ეს სიცივე ყველაფერს მაზარებს.
სამოსლამ თქვენ ჩემსავით გაგახარათ, მაგრამ ყველგანსაც ვერ შეიძლება იყოს. მართალია ძალიან ბევრი არის, მაგრამ ლამაზისი ვიყიდე. ზუსტად ესე მიკეთია, ოღონდ პირიქით. და კომენტარები იწერებო და რამდენი რემენი გიკეთია, რამდენი. მართლა სუმგონია ხოლმე ეს ჩათარა მიკეთია, რომ რემენიც მიკეთია. ამასობაში კიდევ ღელო ვარ და ცხელი ყავა ისე მესია მონათან ახალი სახლი ააშენეს და დასრულებული რემონტი არ მქონდა ნანახი. გემრიელი და თუნია შოკოლადის ვაფლიც მივირთვი ლიანასთანაც ვიჭურავე და მოკლედ ძალიან კარგი ვქენით რომ შემოვიარეთ. ძალიან სიუღურია. მიკროფონი მაქვს საყიდი აუცილებლად, იმიტომ რომ წინა ვიდეოს რო უყურე YouTube-ზე აშკარად ჩემი ხმა თქვენამდე კარგად აღდის. ფრჩხილი მოვიტეხე. თეთა თუ მომაძრო თამაში. და სახში მაქვს აპარატურა, ამიტომ 9 თითით ვარ წარმოდგენილი. ეს ახლა აქ რომელიმე მაღაზიაში რომ მეყიდა, ალბათ ერთ 500 ლარამდე მინიმუმ დამიჯდებოდა. იმიტომ რომ ზუსტად ანალოგიური სკამები, რაც მაღაზიაში წინა დღეს ნახე და მინდოდა რომ მეყიდა. ერთ-ერთი ღირს, რაც ლილოში. ესეთი ბაზარზე ერთადერთი იყო და მაღაზიაშიც არ მინახია და ყველაზე მეტად მომეწონა მწვანე ფერში ჰქონდათ. მაგრამ ჩემს სახლზე ეს უფრო მოუხდება, ისიც ძალიან ლამაზი იყო. ბიჭეძეთ მშვიდობაში. გემრიელად მივირთვა თქვენმა შვილმა. ხო, კიდე ქარსიტი გვაქვს, მაგრამ დიდად ხარისხით ახლა ჩუქრად რომ მოყვება თუ ნაკრებში, რა თქმა უნდა. და ერთი მომეწონა 350 ლარი მითხრეს. და ამ წამს ვნახე, არ დავასახელებ, არავის ანტიპიერს არ გავუკეთებ, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილ მაღაზია და ქსელში და 699 ლარი აწერია. ანალოგიური ბრენდით და ყველაფრით. ამიტომ თავს ნუ დაიგოიმებთ, წადით ლილოში, არ დეხავს. დედაჩემს ყავდა დატოვებული ქეთეთი. და ეხლა ცოტა მივალაგოთ, რომ დედა ცოტა დარწმუნებული ვარ, ქანცი გააძრო. მე მგონი მიკროფონი კი არა, უბრალოდ დაბალ ხმაზე რომ ვლაპარაკობ. ჩაწერა კიდევ რაღაც. აქ ჩემი შტატივი წამოღებული არ მაქვს, რომ დავდო და გადავიღო ჩემი ტელეფონი მიხელა ხელში რომ იჭირავს წინა კადრებს უქანქარებს. ქანქარაობს და ქანქარებს. ეწვზე მიუსწარი. სიტყვაზე მიდეთ. მთელი ვიდეო ეს უნდა გადავიღო. სიტყვაზე მიდეთ ახლა ამას ვაკეთებ. ხაქნა, აქ არ მოხდა. მე არც გადამღები მყავს რეალურად. არაფერი არ მაბადია. ჩემი გულწრფელობით, ჩემი წრფელი გულითა და გაჭირვებით, პური იყოს, ყველი იყოს, ესეთ ვიდეოები გამომდის და ვისაც სურვილი გაქვთ და მიყურებთ და ვინც დამაფოლოვეთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა. მეორე წლის მარაგიც ამოწურვა. აქ რადგან კერძო დასახლებაა, ბასეინები აქვს და წყალი ხშირად იწება. ჩვენ ბასეინი არ გვაქვს, 12 ტონიანი ბასეინი ვიყიდე, ასაწყობით ჯერ კიდე როდის ახალშემოსული იყო და არ ვიცი, ძალიან ზური მივეცით და არ თვებოდა, ანუ ფაქტიურად მთელი ზაფხულისე გავიდა, იმიტომ რომ აქ ცილა. რომ აი ერთი-ორჯერ თუ ჩავედი და მე იმის წმენდა, არა და ფილტრიც არის ქონდა და ყველაფერი აბსოლუტურად და აღარ ვშლით. ეს არის ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს მთა, ზღვა და ლაქშერი ცხოვრება, დასავლეთის გიგენაცვალეთი. ამ სკამაგიდაზე გამახსენდა, აუცილებლად ჩაგიწერთ ვიდეოს, როგორ გადავიყვანოთ ბავშვი მყარკვებაზე, მე პირადად ჩემი გამოუცდელობიდან, დაბნელობიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ იდეალური პედიატრი გვყავს და ყველაფერი დამიღეჭა და ამიხსნა, მაინც ესე ქაოსი იყო ჩემ თავში, უამრავი ინფორმაცია მოვიძიებ, კითხულობდი. ეს ერთიან ვიდეოში ვერსად ვერ ვნახე, რომ ვინმე ხსნიდეს, რომ აი ესე და ჩემი გამოცდილებით თუ როგორ გადამყავს, ჯერ კიდე გადასვლის ეტაპზე ვარ. ხო და ერთიან ვიდეოს აუცილებლად ჩაგიწერთ, რომ თქვენ ჩემსავით არ იწვალოთ და გაგიმარტივდეთ. შემდეგ ვიდეოში ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ.
ეს მოიტანა დედიკო მგონი ურნაბიჯი იყიდა და ხახო არ ვიცი აი საკონდიტროებში არ იყიდება ესეთი გემრიელი მედოქი კეთათო ჭამს ვინის ფაფას, სადაც შევედი, ყველა მირჩერო 4 თვიდან ყველაზე კარგი არის ვინის ფაფები. ძალიან მოწონს, პირველი კოვზე არ მოეწონა და ვიფიქრებსო, ფაფა აღარ მოწონს თქო, მაგრამ ეგრე არ არის. უბრალოდ კოვზით ჭამა გამიპროტესტა. თქვენ საერთოდ თვალთ, თქვენ პატარას ფაფა არ მოეწონა. ეხლა ჭამს წიწიბურას რძით და ამ ხორბლის ფაფას თუ თქვენ პატარებს რძის მიუღებლობა აქვთ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ურძეო გამოიყენოთ, ეს ხაზიც აქვთ. როგორც ვიცი, იმიტომ რომ მკითხეს რძით გსურთო თუ რძის გარეშე და ახლა ერთად მოვუსადოთ და ვაჭამოთ თავის ახალ სკამში. მოეწონა ეს კამიკეს თვიში. ხედავაშის ნახე როგორ აქ წელი დაკავებული და ეს. და იმიტომ. სრიალდებოდა. კოლე კაი. გირიმის. რომელოდება არტინის. და კაია. გახარებული რო ჭამს. შინგენად შანაკება. რომელი საათია ახლა შეჭამს და მე 30 გრამს აჭმევ და всё. იდი მიზი ყანუნიც. ესეც კიანად მოიცა, ისეც კიანად. ეგ თავისთვის უთამაშობდა. მივიდოდა ბებო მოეფელებოდა სულ არ ხოვდა აყვანას. ითამაშა ბევრი თავისთვის იპარტუნა. რადგან კეთესო და გუნდა კმაყოფილები და დანაყრებულები არიან, ჩვენი დროც მოვიდა. ასეთ კილნუტაზე დაგემშვიდობებით, მადლობა რომ მიყურებთ, მადლობა გამოწერისთვის შეხვედრამდე.